რას მოგიტანს 2026 წლის დასაწყისი პირ ცხოვრებაში? რას მოგიტანს? მე მაინც მჯერა, რომ ცხოვრება ძალიან დიდ სიურპრიზებს აკეთებს, მაგრამ თავარი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, შენზეა. რას მოგიტანს 2026 წელი პირადში? სუპერ. ბევრი დაოჯახდებით, ბევრი შერიგდებით, მოხდება გამთლიანება. პირველ რიგში მოიპოვებ საკუთარ თავს, იქნები მენტალურად ჯანმრთელი და როგორი იცი, პენტაკლების დედოფალი, თვითონ როგორ ჩანს, რაღაც ძალიან თავდაჯერებული, ვიტყოდი ქალღმერთი. მოდი ესე ვიტყოდი მე. საკუთარ თავს ეცი დიდი პატივი. საკუთარ თავს რომ პატივისცე, ეს არ ნიშნავს წახვიდე და რაღაცა იშოპინგო და რაღაცა ზედაპირული. ეს ნიშნავს მოიხედე, დაჯექი წყნარა და თქვი, რა ხდება ახლა ჩემს ცხოვრებაში? კარგად ვარ? რა არის ამის მთავარი მიზეზი? რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ჩვენ ვართ და ჩვენი ნებით ხდება ეს ყველაფერი, თუ რა თქმა უნდა, სხვებიდან გვინდა რაღაცების მიღება, ეზან დიდი შეცდომა. დაფიქრდი ყველაფერზე. როგორც კი დაფიქრდები და მიხვდები, რომ შენ ქვეცნობიერში, დასტური რომ მოგეცემა, ვარ მე ამის ღირსი, რომ ყველაფერი კარგად მქონდეს, ვისაც ქორწინება უნდა, კარგი, დაქორწინდება, შერიგება ვისაც გინდათ, ოჯახის გამთლიანება, გამთლიანდება და რაც მთავარია, შენთან შემოვარდება ესეთი ენთუზიაზმის, ძალიან ლიდერული თვისებების ადამიანი. ნუმეროლოგიით შეგიძლიათ კიდე 7-იანში თუ ემთხვევა, მე 7-იანი ვარ, სხვათა შორის ჩემი დაბადების თარიღის გამოთვლით, მოდის ასეთი ადამიანი, რომელიც დაგაკმაყოფილებს და მთელი მისი ცხოვრება იქნება ყველაფერი შენსკენ, შენ როგორ ხარ, შერით დაგაკმაყოფილურით გაგახარო და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შენზეა დამოკიდებული. ზოგჯერ გონია რომ სილამაზე ყველაფერში საკმარისია, მაგრამ დღესდღეობით სილამაზე მხოლოდ ჩვენი ეგოსთვის არის კარგი. სამწუხაროდ დღეს ბევრი ლამაზი ქალია სევდიანი, მარტო და გულდაწყვეტილი. ამიტომ თუ სილამაზე შიგნით არ არის ნამდვილი ქალური ენერგიები, არაფერი არ გამოვა. თქვენში არის ეს პოტენციალი. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ყველაში არის ეს პოტენციალი, მაგრამ მე რა თქმა უნდა ვსჯელობ იმას, რასაც ვუყურებ. წარმატებებს გისურვებთ. სამყაროს თქვენთვის არაფერი არ ენანება, მთავარია თქვენ არიჯდეთ გულხელ დაკრეფილი. ყველაფერი იქნება კარგად. წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით.